მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღე მშვიდობისა, მე ნანა თავდორაძე ვარ. გადაცემა შუადღე ქუთაისშიც დაიწყო ტელეკომპანია მეგადევის პირდაპირ ეთერში მაქვს პატივი 2 აპრილის. ხუთშაბათი დღის რაღაც გარკვეული მონაკვეთი შუადღისა გავატარო თქვენთან ერთად და ძალიან სასიამოვნო განწყობა შეგიქმნათ მოწვეულ სტუმართან ერთად. ისევ და ისევ მზიანათებს ქუთაისში ტრადიციული ქარის თანხლებით, თუმცა ქარიც არ უნდა გვიკვირდეს, იმიტომ რომ ძალიან ორგანული არის ამ ქალაქისთვის. ბედნიერ ღიმილიან და პოზიტიურ დღეს გისურვებ და გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ. ძალიან დიდი პატივისცემით ქალბატონი მაკა ხარძიანი გვეწვია სხვათაშორის რამდენიმე წელმა განვლო პირველი ვიზიტიდან დღემდე ქალბატონი მაკა შეგახსენებთ რომ გახლავთ ეთნომუსიკოლოგი მუსიკოლოგიის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ ნანინას დირექტორი, ძალიან საინტერესო კრებულის ავტორი და შემდგენელი და ამასთანავე ფესტივალ ნანინას ორგანიზატორი, რომელიც რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, წელს უკვე საერთაშორისო გახდა. გამარჯობა ქალბატონო მაკა, მადლობა რომ გადაცემისთვის სპეციალურად ჩამოგბრძანდით და ცოტა ესე ვთქვათ, გადაადგილება ავრიე, მაგრამ იმედია სასიამოვნო იქნება და კარგი ემოციებით და განწყობებით დატოვებთ შემდეგ სტუდიას. განწყობა როგორია, როგორ გრძნობთ თავს? ძალიან კარგად, დიდი მადლობა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია ქუთაისში ყოფნა და დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ ჩვენი პროექტით, ჩვენი კრებულით დაინტერესებისთვის, ჩვენი საქმიანობით დაინტერესებისთვის და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენ სიახლეს. არაჩვეულებრივად გამოიყურებით პირველ რიგში, ალბათ მხოლოდ ხელოვნება შეუძლია ხო ადამიანებზე იზრუნოს ამ კუთხით, ან ხელოვნებაც გრძნობს ვინ არის მისდამი გულწრფელი და ვინ მხოლოდ ამაყობს რაღაც ფასადურად. ფიქრობ სასაუბრო ძალიან ბევრია და გადაცემა მეტნაკლებად იქნება საკმარისი დავიწყოთ და გავიაროთ ყველა ეტაპი მე თქვენი შემოქმედებიდან, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ვიდრე ნანინაზე ვისაუბრებთ და თქვენს ძალიან დიდ გეგმებზე, იქამდე მაინტერესებს ხელოვნებისადმი და ინტერესი ვინ ჩააგაქსოვათ, ანუ თქვენი ბავშვობიდან მოდის დარწმუნებული ვარ. ყველაზე დიდი როლი ვინ ითამაშა? იცით რა, რაც თავი მახსოვს მღერი. დედა ჩემი ამბობს დაბადებიდან მღერიო. მართლაც აი თუ ვინმეს ვახსოვარ, აი ღრმა ბავშვობიდან ყველას ვახსოვარ ჩემი სიმღერით. ასე რომ სიმღერა იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად მღეროდი უამრავ ანსამბლში, სტუდიაში, ჯგუფში, საკმაოდ პოპულარულშიც, ასე რომ ბავშვობიდან ტელევიზიაშიც ბავშვობიდანვე, ბაღიდანვე მქონდა გამოცდილება ტელევიზიაში სიმღერის და ბავშვობიდან მოყოლებული ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ვამბობდი რომ მე რო გავიზარდე რომ სიმღერა არის ჩემი გულის ფეთქვა. ისევე როგორც ვთქვათ მეტყველებთ, მე აი დაახლოებით აი იმ დროიდან ვმღერი. ასე რომ სიმღერა იმდენად ბუნებრივი იყო ჩემთვის, რომ ეთნომუსიკოლოგთა და ანსამბლ ნანინაში ჩემი მოღვაწეობა ასევე ძალიან ბუნებრივად მოხდა. კონსერვატორიიდან სადაც მე ვსწავლობდი ბატონ კუკური ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით შევიკრიბეთ გოგონები, სტუდენტი გოგონები, რომლებსაც ჩემსავით უყვარდათ სიმღერა და გადავწყვიტეთ მოგვიანებით უკვე დაახლოებით 2002-2003 წლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა ანსამბლი, რომელსაც დავარქმევდით ნანინას. რამდენი თანამოაზრე იყავით თავდაპირველად? ბატონო? რამდენი თანამოაზრე? თანამოაზრეები თავდაპირველად მე თავდაპირველად არ ვიყავი ამ ჯგუფში. იყო თეა კასაბური, მაია გელაშვილი, ვიქტორია სამსონაძე და ანა ყელბერაშვილი, ვინც იდგნენ აი ამის სათავეებში და მოგვიანებით უკვე შევუერთდით მე, ნატო ჩაკვეტაძე, ნინო თუშიშვილი, შემდეგ მოგვიანებით შემოგვიერთდა სოფი კოკო, ქეთი ბანცაძე, არ დამავიწყეს ჩვენი ქუთაისელი მეგობარი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა რომ მიუხედავად აი ამ ტერიტორიული სიშორისა სულ ჩვენს გვერდით ყოფილიყო, ჩვენ ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, ერთად მღეროდით, დავდიოდით ექსპედიციებში, დავდიოდით გასტროლებზე, ვატარებდით მასტერკლასებს, კონცერტებს, მოკლედ ნანინას მთელი 20 წლის მანძილზე ჰქონდა ძალიან საინტერესო და საკმაოდ დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება. 20 წლის თავზე კი ჩვენ რომლებიც პროფესიით ყველანი ეთნო
ეთნომუსიკოლოგები ვიყავით, გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი და შემსრულებლობასთან ერთად ორიენტაცია აგვეღო ქართული ტრადიციული მუსიკის კვლევაზე. მოგეხსენებათ, ჩვენი ანსამბლი ქალთა ანსამბლია და ჩვენი მთავარი მიზანი თავდაპირველად იყო ქალთა ტრადიციული მუსიკის პოპულარიზება. ამ თვალსაზრისით საინტერესოა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 1 საუკუნის მანძილზე მას შემდეგ რაც სცენაზე ავიდა ქართული ტრადიციული მუსიკა, 1 საუკუნის მანძილზე ფაქტობრივად მამაკაცთა რეპერტუარის პოპულარიზება ხდებოდა და მხოლოდ 80-იანი. იცით რა, სავარაუდოდ ნებით, იმიტომ რომ მამაკაცთა მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე ყოფაში მათი რეპერტუარი ბევრად მდიდარი და ბევრად სცენურად ეფექტური იყო, რაც მთავარია, ამიტომ მთავარი აქცენტი აი იმ პირველ ეტაპზე, როდესაც დაიწყო ფოლკლორის ყოფიდან მოწყვეტა, ასე ვთქვათ, და სცენაზე გაცოცხლება, მთავარი აქცენტი გადავიდა მამაკაცთა რეპერტუარზე. ქალთა რეპერტუარი, რომელიც შედარებით მოკრძალებული იყო და ძირითადად, ყოველ შემთხვევაში თავდაპირველად ესეც შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩანაწერების მიხედვით, რომ მხოლოდ ნანებით და ტირილებით შემოიფარგლებოდა, სცენისთვის არაეფექტურად ჩაითვალა და შესაბამისად მისი პოპულარიზებაც აქტუალური არ იყო. მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს ედიშერ გარაყანიძემ ეთნომუსიკოლოგმა, რომელმაც მართლაც ისტორიული წვლილი შეიტანა არა მარტო ქალთა რეპერტუარის გამომზეურებაში, არამედ მამაკაცთა რეპერტუარის ავთენტიკურ შესრულებასთან დაბრუნებაში, ჩამოაყალიბა ანსამბლი მთიები და ცოტა ხანში ანსამბლი მზეთამზის შექმნაც მოხდა, რომელმაც პირველმა დაიწყო ქალთა რეპერტუარის გაცოცხლება სცენაზე და მისი პოპულარიზება. და აღმოჩნდა, რომ ქალთა რეპერტუარი ისეთივე საინტერესო, არანაკლებ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ნაწილი იყო ქართული ტრადიციული მუსიკისა და აი ამის შემდეგ უკვე ანსამბლმა ნანინამ გააგრძელა, შეიძლება ითქვას, ეს ტრადიციები და დღეს ჩვენ უკვე ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი ვართ, რომლებიც არა მხოლოდ ვასრულებთ ქალთა ტრადიციულ სიმღერებს, არამედ ვიკვლევთ კიდეც მათ და ალბათ მოგვეცემა იმის საშუალებაც, რომ ვთქვათ, რომ ჩვენმა ჯგუფმა დააფუძნა ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი, რომელსაც ასევე ნანინა ვუწოდეთ, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართება და ჩვენ ეს არის ფაქტობრივად ჩვენი მონაპოვარი და ეს არის ქალთა ტრადიციული მუსიკის მულტიდისციპლინური შესწავლის პირველი შემთხვევა საქართველოში და ეს ფესტივალი, ამ ფესტივალის პრეცედენტიც პირველია საქართველოში. ქალბატონო მაკა, კვლევასთან დაკავშირებით მაინტერესებს ეს სამუშაოები, რამდენად საინტერესოა, რამდენად რთულია, რას აღმოაჩენთ ხოლმე ყოველი შემთხვევაში მაინტერესებს. და რა დროს უთმობთ ახლა, რამდენად არის საკმარისი? როცა შენი საქმე გიყვარს, გაინტერესებს, ეს საქმე რთული არ არის. შესაძლებელია რაღაც სირთულეები, რასაკვირველი ამ ყველაფერს ახლავს, იმით უფრო რომ ანსამბლში ყველანი ვართ დედები და ყველას გვაქვს ოჯახები, გვყავს შვილები და ზოგადად ოჯახის და საქმის მით უმეტეს ესეთი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების შეთავსება ძალიან რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა შენი საქმე გიყვარს და შენ გრძნობ, რომ ამით ისტორიულ მისიას ასრულებ ფაქტობრივად, ნამდვილად მარტივდება ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს ვუმკლავდებით ისევ ერთმანეთის სიყვარულით, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქმისადმი სიყვარულით, საქმისადმი ერთგულებით და იმ ტრადიციების ერთგულებით, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოიტანეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მვალიცა, ჩვენი ვალდებულებაც არის ამაზე ზრუნვა და ამიტომ აი ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, რომ ყველა სირთულე დაძლევადია. 20 წელი ხომრობა საქმე ნამდვილად არ არის. ხშირ შემთხვევაში, როცა საქმე გიყვარს, დრო ზედმეტად სწრაფად გადის და ვერ ვგრძნობთ, მაგრამ აი ნანინას წევრები უცვლელად მოდიხართ ამ წლების მანძილზე თუ რაღაც ცვლილებები იყო? ძირითადი ბირთვი უცვლელია.
ის ვინც იდგა თავიდან ნანინას სათავეში ფაქტობრივად დღემდე მოვდივართ ერთი ცვლილება მოხდა ის რომ აი ამ 20 წლის თავზე როდესაც ნანინამ როგორც ანსამბლმა შეიცვალა თავისი სტატუსი და ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფად ჩამოყალიბდა 20 წლის მანძილზე ჩვენი ხელმძღვანელი იყო თეა კასაბური ეთნომუსიკოლოგი ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელი და მგალობელი მომღერალი ჩვენი საუკეთესო მეგობარი თეამ გადაწყვიტა რომ ჩაერთვებოდა კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი ნანინა გააკეთებდა და ამჯერად ესე პერმანენტულად თეა არ არის ჩართული ჩვენს ჯგუფში. შემოვიმატეთ ახალი წევრებიც, ეს არის სოფიკო კოტრიკაძე და ია ანდღოლაძე. ისიც უნდა ითქვას, რომ ია არის ჩვენი ერთ-ერთი წევრის შვილი და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც 8 წევრი ვართ და 21 შვილი გვყავს ჯამში, ჩვენი შვილები მღერიან, უკლებლივ ყველა მღერის, ყველა მიცის ნანინას რეპერტუარი, იმიტომ რომ ჩვენი რეპეტიციები მიმდინარეობდა ბავშვებთან ერთად, ოჯახებში ვიკრიბებოდით და ზოგს კენგურუში ყავდა ბავშვი და ვინც ფეხზე სიარული იცოდა, ფერხულებშიც კი ერთვებოდა ჩვენთან ერთად იმისთვის, რომ არეტირათ და გაგვერთო, აი ესეთი ფორმა მოვიფიქრეთ, ასე რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენი რეპერტუარი იციან და ჩვენ სხვათა შორის დისკიც კი გამოვეცით ნანინას დიდი ოჯახი ამღერებული შთამომავლობა და რამდენიმე კონცერტიც კი ჩავატარეთ ჩვენ შვილებთან ერთად ასე რომ მომავალი საიმედოა და მე ვფიქრობ რომ ჩვენი შვილები აუცილებლად გააგრძელებენ ამ საქმეს მინიმუმ ძალიან ეყვარებათ ქალთა შემოქმედება და ქალთა რეპერტუარი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეიძლება ვერ მღეროდეთ კარგად, მაგრამ რომ გვიყვარს და მისი ფასი ვიცით, ესეც ერთგვარად წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. გასაკვირველია. როცა ვსაუბრობთ ტრადიციულ მუსიკაზე, ქართულ ფოლკლორზე და მრავალხმიანობაზე, ალბათ სხვაგვარი ემოციები გვეუფლება, ხო? იცით რა მაინტერესებს, ანუ მსმენელის განათლება რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი მუსიკას ჩავწვდეთ. განათლებული მსმენელი რას ნიშნავს ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ იოლი გქონია მუსიკის მოსმენა. ზოგადად მუსიკა და განსაკუთრებით ფოლკლორული მუსიკა კაცრად ისეთი მუხტის მატარებელია, რომ შესაძლებელია არ იყო მუსიკოსი, შესაძლებელია არ იყო პროფესიონალი და არ გქონდეს, თქვათ, მომზადებული ყური, როცა ისმენ ფოლკლორს, იქ არ ვიცი, შინაგანი გენეტიკური კოდი იღვიძებს, იქ იღვიძებს რაღაცა ის შინაგანი პატრიოტიზმი, რომელიც შენი სამშობლოს მიმართ და შენი კულტურის მიმართ გაქვს, ასე რომ შეიძლება საერთოდაც არ იყო მოყვარული იყო, ასე ვთქვათ, მუსიკის მაგრამ ეს შინაგანად იგრძნო. მე ვფიქრობ, რომ ფოლკლორს აი ზუსტად ეს აქვს. რაღაცა ის შინაგანი ძალა, რომელიც გატყვევებს, რომელიც რაღაცა სიმებს გირხევს შიგნიდან და კიდევ უფრო დიდ ინტერესს გიჩენს აი ამ შემოქმედების მიმართ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ერთხელ მაინც ფოლკლორულ კონცერტზე ნამყოფია, ის აუცილებლად დაინტერესდება, ეხლა უკვე ყველანაირი შესაძლებლობაა იმისი, რომ შევიდეს, ვთქვათ, იმაში, ინტერნეტში მოიძიოს, მოგეკოს და ინტერესდეს და შესაძლებელია, რომ თვითონაც ამღერდეს და აი ამ კითხვიდან მე ძალიან ბუნებრივად უნდა გადავიდე სწორედ იმაზე, რისთვისაც დღეს რეალურად აქ მოვედი, ეს არის სიმღერები ანსამბლ ნანინას რეპერტუარიდან ჩვენი კრებული, რომელიც პირველი კრებული. ეს არის ჩვენი პირველი სანოტო კრებული, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ინოვაციური და რატო გადავედი ახლა ამ კითხვიდან ამ კრებულზე. ის არა მარტო ფოლკლორისტებს დაინტერესებულ და ვთქვათ პროფესიონალ მუსიკოსებს, არამედ მოყვარულებსაც კი აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერა და თვითონ გახდნენ ქართული ხალხური სიმღერის ნაწილი. იმიტომ რომ სწორედ ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს ამ კრებულისა, რომ მასში ჩადებულია არა მარტო სანოტო ნიმუშები,
ნოტირებული სიმღერები ანსამბლ ნანინას რეპერტუარიდან, არამედ აუდიო ნიმუშები ჯამში 20 სიმღერის 128 ბილიკია მოცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმღერები მოცემულია როგორც სრული ჟღერადობით, ისე დაწინაურებული ხმებით, ისე დაჩუმებული ხმებით, საკრავიერი პარტიებით და საცეკვაო და საფერხულო ნომრების ვიდეო მაგალითებით. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, აი თითოეულ სიმღერას მოყვება თავისი სრული პაკეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული სიმღერა არის პირველ რიგში ნოტირებული. შემდეგ არის ამ სიმღერების ანოტაცია, რომელშიც საუბარია ამ სიმღერის წარმომავლობაზე, ჟანრზე, საპასპორტო მონაცემები, ჩამწერის ვინაობა, შემსრულებლის ვინაობა თუ არის ცნობილი წყაროს შემსრულებლის ვინაობა, წელი და ასე შემდეგ. შემდეგ მოყვება ამას სიმღერის ტექსტი, უნდა ვთქვა, რომ ქართულად და ინგლისურადაა ორენოვანია და ასე რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლებისთვის არის განკუთვნილი. მოყვება ტრანსკრიფცია ლათინურ ენაზე, ტექსტის შინაარსი თავისთავად ტრანსკრიფცია ლათინურ ენაზე და შემდეგ უკვე მოყვება კარაოკე ვერსიის ტექსტი. ეხლა რას ნიშნავს კარაოკე ვერსია? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ კრებულის იდეა დაიბადა ნანინას მოგზაურობებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ნანინა ატარებდა არა მარტო კონცერტებს, არამედ მასტერკლასებსაც. აი, ჩვენი რეპერტუარის სიმღერების სწავლების დროს ხშირ შემთხვევაში იქნებოდა პრობლემები უცხოელებისთვის. მოგეხსენებათ, ესეთი მარტივი არ არის ქართული მრავალხმიანი სიმღერების 1 საათის მანძილზე, თუნდაც საათნახევრის მანძილზე სამივე ხმის ათვისება და ჩვენ მაქსიმალურს ვცდილობდით და რასაკვირველია შედეგებამდეც მივედით, მაგრამ უმთავრესად მაინც შედარებით მარტივ სიმღერებს ვარჩევდით, რომ ამ დროის მანძილზე გონივრული ყოფილიყო მათთვის ამ სიმღერების ათვისება. ყოველი მასტერკლასის ბოლოს ჩვენ გვქონდა რაღაცნაირად იმისი შეგრძნება, რომ აი რთული სიმღერები რო ვერ ვასწავლით, არ და ძალიან აინტერესებდათ. მათი მხრიდანაც მოდიოდა კითხვა, აი სად შეიძლება ამ სიმღერების ნახვა, რომ ჩვენ თვითონაც შევძლოთ ამ სიმღერების შესწავლა. და აღმოჩნდა, რომ ჩვენ უთითებდით მხოლოდ ჩვენს არხებს, YouTube არხს თუ Instagram-ს თუ Facebook-ს, სადაც ჩვენ გვიდებს ამისი აუდიო მასალა, მაგრამ სანოტო მასალას ფაქტობრივად ვერ ვთავაზობდით. ამიტომ იქიდან ჩამოსვლის მერე ჩვენ ვიყავით დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ფინეთში, საკმაოდ დატვირთული ქონდა 2025 წელი და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ გამიჩნდა ესეთი იდეა, მოდი ხომ არ გავაკეთოთ კრებული ჩვენი სიმღერებიდან და გამოვეცით, მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ეს სიმღერები ორ ნაწილად დაგვეყოთ, ძალიან ბევრია და გამოვეცით პირველი ნაწილი, რომელშიც 20 სიმღერაა შესული. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ 1 წელი აღმოჩნდა საკმარისი, რომ კონცეფცია შეგემუშავებინათ და კრებულიც ახაზე მიგვიყვება. კი ბატონო, 1 წელიც არა, სხვათა შორის. ჩვენ ვიყავით სექტემბერში და ნოემბერში უკვე კრებული გქონდა. ძალიან მოკლე დროში. კი, ძალიან რეკორდულად მოკლე დროში მოვახერხეთ ამ კრებულის გამოცემა, იმიტომ რომ იმდენად მოტივირებულები ვიყავით და ისეთი მოწადინებულები ვიყავით, რომ ვფიქრობდით, რომ სანამ ცხელია, მოკლედ ეს უნდა გაკეთდეს. და მეორე ნაწილი როდის იხილავს? მეორე ნაწილიც არ დააგვიანებს, იმიტომ რომ უკვე ვიცით, რომელ სიმღერებს შევიყვანთ მეორე ნაწილში და უკვე გამოცდილება გვაქვს, ასე ვთქვათ, ამისი და მოკლედ მეორე ნაწილიც სავარაუდოდ მალე იქნება და რა კი გადავწყვიტეთ სანოტო კრებულის გამოცემა თანდართული აუდიო და ვიდეო მასალით ჩვენი ჯგუფის წევრმა ვიქტორია სამსონაძემ, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს აი ამ ჩანაწერების გაკეთებაში, ხმების თავმოყრაში და ასე შემდეგ. საქმე ის არის, რომ პანდემიის დროს, როდესაც ჩავიკეტეთ და ფაქტობრივად კომუნიკაცია შეწყდა და გავაგრძელეთ ონლაინ ურთიერთობა, ვიქტორიას მოუვიდა ესეთი იდეა. ჩვენ მანამდე გვქონდა იდეა, სწორედ წეღან რომ ვახსენე, ნანინას დიდი ოჯახი ამღერებული შთამომავლობის იდეა, რომ
ბავშვებთან ერთად ჩაგვეწერა ჩვენი სიმღერები და რა კი პანდემია იყო და სხვა საშუალება არ იყო, ლოკალურად თითოეული ჩვენ ოჯახში ყველას როგორც მოგახსენეთ, ჩვენი საოჯახო ანსამბლები გვაქვს და ყველა შვილები მღერიან, ლოკალურად ჩავიწერეთ ხმები. და შემდეგ ამ ხმებმა ერთიან ბაზაში მოიყარა თავი ელექტრონულ ბაზაში და ეს ხმები სიმღერებად გაერთიანდა. მოხდა ისე რომ ეს ხმები ჩაიწერა თბილისში, ოზურგეთში, ესპანეთში, იმიტომ რომ ერთი წევრი ესპანეთში ყავდა და იმან თავის შვილთან ერთად იქიდან გამოგვიგზავნა ხმები და მოკლედ მოხდა ამ ყველაფრის გაერთიანება და საბოლოოდ ჩვენ ეს დისკი აი ამ პანდემიის პირობებში ჩავიწერეთ და გამოვეცით და რა კი ვიქტორიას ჰქონდა კიდევ ერთი იდეა რომ ეს დისკი გამოგვეცა კარაოკე ვერსიის სახით. პირველად კარაოკე რო ახსენა რაღაცა ხალხურ მუსიკასთან მიმართებაში ეს კარაოკე ცოტა მეუცხოვა, იმიტომ რომ კარაოკე ეს არის რაღაცა თანამედროვე ისეთი პოპ მუსიკისთვის დამახასიათებელი შესრულების ფორმა, როდესაც შენ უსმენ თანხლებას, რაღაცა პლუს ფონოგრამა გაქვს და ამაზე შენ მღერი. თუმცა თვითონ მომენტი ის რომ შენ თვითონ მღერი აი ამასთან ერთად, თანხლებასთან ერთად, ხო? ძალიან სასიამოვნოა. უბრალოდ რაღაცა არადამაჯერებელი იყო როგორ შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო ხალხურ სიმღერასთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში სასწავლო გამოცემები არსებობდა მანამდე, სადაც თქვათ, აი იყო 3 ხმა მოცემული, შემდეგ დაწინაურებული ხმები, ეს სხვათა შორის ანზორ ერქომაიშვილმა გააკეთა მე-20 საუკუნის შუახანებში, ამის გამოცდილება არსებობდა, მაგრამ ეს დაწინაურებული ხმების პირობებში შენ ისმენ პირველ ხმას დაუშვათ ისე გამოკვეთილად, დანარჩენი ხმები ჩუმად ისმის და შენ სწავლობ იმ ხმას, მაგრამ ეს არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ თვითონ თანამონაწილე გახდე ამ პროცესის და აი სწორედ კარაოკე ვერსიებმა გააკეთა ეს, კერძოდ იმის ნაცვლად, რომ ხმა იყოს, თქვათ, პირველი ხმა ზედა ხმა იყოს დაწინაურებული, პირიქით ზედა ხმა არის დაჩუმებული და მას შემდეგ შენ რო ზედა ხმას მოусმენ და კარგად ისწავლი, უკვე დაჩუმებული ზედა ხმის პირობებში დანარჩენ 2 ხმას შენ თვითონ ააყოლებ ზედა ხმას. ამ დროს შენ შეგიძლია რომ იმპროვიზაციებიც გააკეთო ამ ხმაში და თან ფაქტობრივად იმ პროცესის მონაწილე ხდები. თან თუ ეს სამხმიანი ჟღერადობისთვისაც არის, შეიძლება რაღაც ახალი დაიბადოს, ხო და საკუთარი თავი აღმოაჩინოს. რასაკვირველია, შეიძლება შენ რაღაცა ვთქვათ ისე კარგად ვერ დაიმახსოვრო და შენ თვითონ გამოგივიდეს, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ფაქტობრივად, საიდან იქნებოდა ამდენი ვარიანტი. ზეპირი გადაცემის ტრადიცია იყო, კარგად შეიძლება ვერ დაიმახსოვრო რაღაცა რთული მომენტი და შენ თვითონ შეცვალო რაღაც და შენი ვარიანტი შექმნა. აი ამის საშუალებას იძლევა. ეხლა რატომ მოყვება ამდენი ბილიკი თითო სიმღერას? თქვენ წარმოიდგინეთ, სიმღერა არის სამხმიანი და ვთქვათ საკრავის თანხლებით, ხო? ამ შემთხვევაში ერთი ბილიკი არის სრული ჟღერადობა, მეორე ბილიკი არის დაწინაურებული ზედახმა, შემდეგ დაწინაურებული შუახმა, შემდეგ დაწინაურებული ბანი, შემდეგ ცალკე დაწინაურებული საკრავის პარტია. მერე ამას უკვე ეს არის სასწავლო ვერსიები, როცა შენ უსმენ ცალკეულ ხმას და სწავლობ. როდესაც შენ ისწავლი დაუშვათ პირველ ხმას, შეგიძლია შენ გადახვიდე დაუშვათ მე-6 ბილიკზე, სადაც ეს შენი ნასწავლი ხმა არის დაჩუმებული. ეს უკვე კარაოკე ვერსია, სადაც შენ გესმის 2 ხმა და საკრავი და შენ მღერი იმ შენს ნასწავლ ზედა ხმას. ასევე შემდეგ უკვე კარაოკე ვთქვათ მე-7 ვერსია პირობითად მე-7 ბილიკი არის შუა ხმა დაჩუმებული და შენ ნასწავლ შუა ხმას, ან ზუსტად ისე, ან როგორც შენ დაიმახსოვრე, ან შენი იმპროვიზაციებით და რაღაცა ვარიანტით შენ ასრულებ იმ შუა ხმას და ასე შემდეგ და საბოლოოდ თითო სიმღერას მინიმუმ 7 ბილიკი ახლავს, თუ საკრავიერია უფრო მეტი და ასე შემდეგ. და ამას დამატებული ის, რომ ჩვენი საფერხულო და საცეკვაო სიმღერები, რომლებიც მხოლოდ აუდიო ვერსიებით არ შეისწავლება, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა რომ ის ფერხულით შეასრულოს, ვიღაცას უნდა რომ იცეკვოს კიდეც, ამიტომ აი ასეთ სიმღერებს ვიდეო მასალაც მოვაყოლეთ, სადაც ძალიან კარგად ჩანს ფეხის მოძრაობები, მოგეხსენებათ, ქართული ფერხულები, გვაქვს მარტივი ფერხულებიც, მაგრამ საკმაოდ რთული ფერხულებიც გვაქვს, სადაც რამდენჯერმე უნდა უყურო და მასთან ერთად უნდა გაიმეორო კონცერტ
კონცერტზე, საკონცერტო სცენაზე რამდენჯერაც არ უნდა ნახო ეს ფერხული, თუ რთულია მას ესე ვერ ისწავლი. ეს კი საშუალებას გაძლევს, რომ გადაახვიო, უყურო და მასთან ერთად გაიმეორო. თან დროს სასიამოვნოდ გაატარო, ხო, ერთგვარად. რა საკვირველია, ეს არის ფაქტობრივად თვით შემოქმედება არის. შენ თვითონ ხდები აი ამ პროცესის ნაწილი და შენ თვითონ ქმნი, შენს ვერ შეგიძლია ყოველ შემთხვევაში ამის საშუალებას გაძლევს, თუ პოტენციალი გაქვს, შეგიძლია შენი ვერსია შექმნა. ბავშვებსაც შეუძლიათ შეეჭიდონ ამ. რა საკვირველია, ნანინას რეპერტუარში არის მარტივი სიმღერებიც, როგორც აღვნიშნე, ქალთა სიმღერები შედარებით სადა და მარტივია, არ მოითხოვს ძალიან დიდ საშემსრულებლო მონაცემებს, ამიტომ აქ არის შედარებით მარტივი სიმღერებიც, თუმცა იცით რა, ფოლკლორის დაყოფა მარტივ და რთულ სიმღერებად ჩემთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ ფოლკლორული ნიმუში თავისთავად იმდენად შინაარსიანია, ის უმარტივესად მიჩნეული ნიმუშებიც კი იმდენად დიდ დატვირთვას ატარებს, მისი ინტონაციური ფონდი მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, თითქოს პრიმიტიულია, ქართული ფუძეენის, ქართველთა მუსიკალური აზროვნების საწყის ეტაპებს გვიჩვენებს, არქაულია, ძალიან ძველია და თუნდაც ამითი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ძალიან ახლობელი და მშობლიური. ამიტომ აი ამ სიმარტივის პირობებში მე ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვართან და ამიტომ მარტივს როცა ვამბობ, პირობითად ვამბობ ამ მარტივს, ამ ნიმუშების შესწავლა რასაკვირველია ბავშვებსაც შეუძლიათ და ჩვენ როცა პრეზენტაცია ქონდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ამ კრებულის, იქ მოვიწვიეთ ბავშვთა ანსამბლები და მათი ხელმძღვანელები განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით აი ხელმძღვანელებმა თვითონაც აღნიშნეს, რომ ყოველთვის აინტერესებდათ ნანინას რეპერტუარი და ბავშვებისთვის ბევრჯერ სურდათ ნანინას სიმღერების შესწავლა და ისინი იქექებოდნენ სხვადასხვა წყაროებში, რომ მოეპოვებინათ ეს აუდიო ნიმუშები და აი ამ სანოტო კრებულების მეშვეობით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, რომ უფრო დეტალურად ჩაიხედონ და თან ამ სიმღერების კონტექსტი, ეთნოგრაფიული კონტექსტიც გაიგონ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველა სიმღერას ახლავს თავისი ანოტაცია, სრული ანოტაცია, სადაც ყველაფრის შესახებ შეიძლება ინფორმაცია ნახოთ. ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ბავშვებისთვის. ანუ როცა თქვენ კარაოკე ახსენეთ, რამდენიმე გზის იქვე დავერთეთ, რომ ცოტა შეუსაბამობაში მოდის სიტყვებით, ხო? მაგრამ ალბათ ეს არის ნათელი მაგალითი, რატო შეიძლება და სწორად შეხამდეს ტრადიციები და თანამედროვეობა. ბავშვებისთვის და თუნდაც ჩემთვის, ხო, რატომ უნდა ხდებოდეს საქმის გართულება? მით უმეტეს თანამედროვე ბავშვებისთვის, რომლებსაც ძალიან იზიდავთ სიახლეები და სხვათა შორის ძალიან მარტივად იტაცებენ აი ამ სიახლეებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვებიან ბავშვები ამ პროცესში და მათთვის იქნება სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად. ქალბატონო მაკა, საქართველოს თითოეულ კუთხეს თავისი რაღაც იდენტობა აქვს და საკუთარი ხელწერა აქვს. ხო, აი ამ კვლევის პროცესებში რას აღმოაჩენთ ხოლმე ესეთი ყველაზე განსაცვიფრებელს? ყოველ ჯერზე ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ მე პირადად, მე გარდა იმისა, რომ აი ნანინას დირექტორი ვარ და აი ესეთ პროექტებს ვახორციელებ, ვარ კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და ასევე ვარ გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის ლექტორი. აი სტუდენტებთან ურთიერთობაშიც კი ყოფილა შემთხვევა, მაგალითად ლექციაზე ვყვები ისეთ ჩვეულ ჩემთვის ძალიან ჩვეულ თემაზე რაღაც ინფორმაციას ვაწვდი სტუდენტებს და აი ამ ლაპარაკის პროცესში ვგრძნობ, რომ ისეთ აზრს ვაჟღერებ, რომელზეც მანამდე არ მიფიქრია, ახლა მომივიდა აზრად და სტუდენტებს რო ვესაუბრები, ვეუბნები კიდეც, რომ ზოგადად ახლა ფოლკლორი კი არა და ხელოვნების არც ერთი დარგი არ არის არც ერთი მათი შემსწავლელი მეცნიერება, ზუსტი მეცნიერება არ არის და ყველაფერი ვარაუდის დონეზე გვაქვს, ხო? ვარაუდობთ თქვა ჩვენი
ჩვენი მრავალხმიანობის ხნიერება, ჩვენი საკრავიერი მუსიკის ხნიერებას და ასე შემდეგ, ხო? ყველაფერს ვარაუდოთ, მაგრამ ის ვარაუდიც ხო უნდა მოვიდეს, რომ მე რაღაცა არგუმენტირებულად იფიქრო მის დასაბუთებაზე. აი ეს ვარაუდები მომდის ხოლმე შუა ლექციის პროცესში და მე ვფიქრობ არ დამავიწყდეს, რომ ეს ჩავიწერო, მე მაინც მავიწყდება, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ იმდენად ამოუწურავია ჩვენი ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს აი კვლევის, მოსმენის, შესწავლის პროცესში შეიძლება უცებ ისეთი რაღაცა ამოუტივტივდეს, ისეთი რაღაცა აღმოაჩინოს, რაზეც მანამდე არასდროს არ უფიქრია. მით უმეტეს სამეცნიერო კვლევის დროს, როდესაც შენეცნობი ლიტერატურას ამის შესახებ და შემდეგ უნდა დაწერო შენ რას ამბობ ახალს. იმდენად მარტივად მოდის ის ახალი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ამოუწურავი, ეს არის საგანძური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად ტყილა არ აღიარა იუნესკომ ქართული მრავალხმიანობა. თვითონ მრავალხმიანობაში არის იმხელა კოდი ჩადებული, ზოგადად ქართველთა მრავალხმიანი აზროვნება, ისეთი საოცრება არის იმ ფონზე, როცა ჩვენ მონოდიური ქვეყნების გარემოცვაში ვართ და ვერც ერთმა ქვეყანამ ჩვენგან მრავალხმიანობა ვერ წაიღო, იმიტომ რომ მათი მუსიკალური აზროვნება არ არის მრავალხმიანი. ჩვენი ეთნიკური ბგერით იდეალი არის მრავალხმიანი, სამხმიანი კერძოდ და ჩვენ ვართ ეს მრავალხმიანად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც ერთმა ძალიან ცნობილმა ეთნომუსიკოლოგმა იზალი ზემცოვსკიმ ჰომოპოლიფონიკუსები გვიწოდა. ჰომო საპიენსთან ერთად ქართველები ხართ ჰომო პოლიფონიკუსები და მრავალხმიანობის ის ფორმაო, რომელიც საქართველოში არ არის, არ შემსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში დაფიქსირებული მრავალხმიანობის ფორმა, რომელიც საქართველოში არ არის, არ შეიძლება მრავალხმიანობის ფორმა ჩაითვალოს და პირიქით. მსოფლიოში არ არსებობს მრავალხმიანობის ისეთი ფორმა, როგორიც საქართველოში არ იყოს. სწორედ აი ამითია უნიკალური ჩვენი ფოლკლორი. ასაკს თუ მივაწერთ, რა სიტყვის რამდენ წელს, რამდენ საუკუნეს? ჩვენი მრავალხმიანობის ასაკი არის მინიმუმ 3500 წელი. და აი სწორედ ამაზე მქონდა სხვათა შორის ლექცია რამდენიმე დღის წინ ჩემს სტუდენტებთან. მეორეად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე 1000 წლეულის შუა ხანებში არის აღმოჩენილი გედის წვივის ძვლის სალამური მცხეთაში სამთავროში, რომელიც მწყემსთან ერთად იყო დამარხული. აი ერთი შეხედვით ეს პატარა ინსტრუმენტი სალამური, გედის წვივის ძვლისგან გაკეთებული მწყემსური სალამური გვაძლევს უზარმაზარი დასკვნის გაკეთების საშუალებას. პირველ რიგში იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვიფიქროთ, რომ ადამიანი თუ თვითონ არ ინტონირებს ისეთ საკრავს, როგორიც არის სალამური, რომელსაც აქვს ნახრეტები, რომ უნდა გაითვალისწინო ნახრეტებს შორის მანძილი, ანუ შენ თვითონ მუსიკალურად უნდა აზროვნებდე. და თქვენ წარმოიდგინეთ, თუ 3500 წლის წინ გქონდა საკრავი, რომელშიც ასეთი მუსიკალური აზროვნებაა ჩადებული, რამდენად ადრე გვექნებოდა ჩვენ სიმღერა, ანუ რამდენად ადრე ვმღეროდით. ამიტომ ვამბობ, რომ მინიმუმ 3500 წლის წინ ჩვენ ნამდვილად ვმღეროდით რა. ასე რომ ჩვენი მრავალხმიანობის ხნიერება აი ესეთი, ნუ სავარაუდოდ დაახლოებით აი ამდენია. სიმღერამ გადაგვარჩინა ამბობენ ხო ომში მივდიოდი. ნუ რასაკვირველია, იმიტომ რომ ხინდებთ, მაგრამ დღეს ცოტა აი სხვაგვარად რო შევხედოთ ამ საკითხს, მუსიკალური დონე არ ვიცით, როგორ გესმით დღეს საქართველოში, აი რას უსმენენ თქვენ სირგრევ ადამიანები, თუ როგორ რჩებათ? იცით, ჯერ მოდით იმას ვიტყვი, რომ აი ეს ფოლკლორი როგორც ფენომენი, ასე ვთქვათ და განსაკუთრებით მუსიკალური ფოლკლორი, ეს არის, ნუ მართლაც საგანძური, რომელიც არ ძველდება, რომელსაც აქვს შინაგანი პოტენციალი, რომ შეერწყას და სინთეზირდეს ნებისმიერ მუსიკალურ მიმართულებასთან. ფაქტობრივად, ყველაფრის წყარო არის ფოლკლორი, არა მარტო მუსიკალური ფოლკლორი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფოლკლორს აქვს უამრავი დარგი, დაწყებული ოქრომჭედლობიდან და ხალხური მედიცინიდან და ხალხური სამზარეულოდან დამთავრებული ხალხური სიმღერითა და ცეკვით, ხო? ყველაფერი არის ფოლკლორი, ყველაფრის საფუძველი არის ფოლკლორი. ფაქტობრივად, ხო? მუსიკა, პროფესიული მუსიკა, ერთ ქვეყანაში პროფესიული მუსიკა ვერ ჩამოყალიბდა ფოლკლორის გარეშე, ცარიელ ნიადაგზე ვერ აღმოცენდებოდა, ხო? ამიტომ
ფოლკლორი დაედო ყველა პროფესიულ მუსიკას საფუძვლად. შოპენის შემოქმედებას პოლონური ფოლკლორი, ლისტის შემოქმედებას უნგრული ფოლკლორი, ფალიაშვილის შემოქმედებას ქართული ფოლკლორი, გლინკას შემოქმედებას რუსული ფოლკლორი და ასე შემდეგ, ხო? რეალურად ეროვნულად ითვლება კომპოზიტორის შემოქმედება იმის მიხედვით, თუ რა კონტაქტშია ის ფოლკლორთან, რა დოზით საზრდოობს ის ფოლკლორული ძირებით და ამიტომ არის ფალიაშვილის შემოქმედება ჩვენთვის ასეთი ძვირფასი და მისი შემდგომი თაობის კომპოზიტორების, რომლებმაც არანაკლები წვლილი შეიტანეს, რომელთა მაგალითად ჯანო კახიძის ზოგიერთ სიმღერას რო ისმენთ, მიხვდებით, რომ ის ფოლკლორიდან მოდის. ის შვიდკაცაში მღეროდა. მას არაჩვეულებრივი მუსიკალური გამოცდილება აქვს ფოლკლორული მღერის, ხო? ამიტომ აი ასეთი კომპოზიტორების შემოქმედება, რომლებიც ეროვნულ სიმებს გიღვიძებს, ხო? ეს არანაკლები დატვირთვის მქონია, ვიდრე ის კონკრეტული ფოლკლორული ნიმუშები. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ იმ კომპოზიტორების შემოქმედების მოსმენა თანამედროვე ბავშვების თუნდაც და თანამედროვე საზოგადოების მიერ, რომლებიც ფოლკლორითაა ნასაზრდოები, ასევე ძალიან ღირებული და ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. ის, რასაც ჩვენი შვილები უსმენენ გარედან შემოსულს, ხო? თუ ეს არის ჯაზი, თუ ეს არის ბლუზი, ისიც ფოლკლორით არის ნასაზრდოები. ასე რომ კი ბატონო, თუმცა გვაქვს სამწუხაროდ გვაქვს ეგრეთ წოდებული ფსევდოფოლკლორული ნიმუშები, რომლებსაც ფოლკლორად ასაღებენ, მაგრამ რეალურად ეს არ არის ფოლკლორი და პროფესიონალთა ვიწრო წრემიცის მხოლოდ ამის შესახებ, მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ არსებობს მთაწმინდელი სახელობის გალობის უნივერსიტეტი, რომელშიც ძალიან ბევრი სტუდენტი მოდის, უკვე ძალიან დიდი ხანია, დიდი ხნის ისტორია აქვს ამ უნივერსიტეტს და ეს სტუდენტები უკვე პროფესიულ დონეზე სწავლობენ რა არის ფოლკლორი, სწავლობენ რა არის ნამდვილი ქართული გალობა, პროფესიული მუსიკა. რომელიც მართალია იმ ხნიერების არ არის როგორც ფოლკლორი, მაგრამ რამდენად ძვირფასია და რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციული გალობის შესრულება ეკლესიაში. თანდათან უფრო მეტი ანსამბლი იქნება, ქალთა ანსამბლი, მამაკაცთა ანსამბლი, ბავშვთა ანსამბლები. ცოტა ხნის წინ მე ვწერდი ნაშრომს ტრადიციული მუსიკის ბავშვთა შემსრულებლობის შესახებ. ეს ძალიან აქტუალური თემა არის, როგორ ასრულებენ ბავშვები და რა შედეგებზე გავდივართ და რა მომავალი გვაქვს ჩვენ ფოლკლორის შენარჩუნების კუთხით და აღმოვაჩინე, რომ მარტო თბილისში 25 ბავშვთა კოლექტივია, ეს არის სტუდია, ეს არის გუნდი, ეს არის ანსამბლი. ეხლა წელს ვაპირებ უკვე რეგიონების მასშტაბით ვიკვლიო და წარმომიდგენია იქ რა სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ ფოლკლორის ცენტრმა, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, შექმნა უამრავი სალოტბარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველა რეგიონში არის თითქმის სალოტბარო სკოლა და ისინიც ბავშვებიც ეუფლებიან აი ამ ფოლკლორულ მუსიკას და ცოტა ხანში მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე იმდენად ბევრი გვეყოლება ფოლკლორის მცოდნე და შემსრულებელი, ეს ბავშვები გაიზრდებიან თვითონაც შექმნიან ხო ანსამბლებს, რომ მოკლედ მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით რა და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია სწორედ ბავშვებში ამის დანერგვა. ჩვენი კრებულიც ამას ემსახურება, ნანინას დიდი ოჯახი ამღერებული საომავლობაც ამას ემსახურება და ერთი სიტყვით თუ ბოლოსკენ მივდივართ, მინდა რომ ფესტივალზე ვისაუბროთ, ხო? კი ბატონო, მოდით აი ამ კრებულზე საუბარს დავამთავრებ იმით, რომ ვიტყვი, რომ კრებულის ფინანსური მხარდამჭერი არის საქართველოს კულტურის სამინისტრო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის. ფოლკლორის ცენტრი არის ჩვენი პარტნიორი, რომელმაც დაგვითმოჩა ხმისჩამწერი სტუდია და კერძოდ არჩილ ბურჭულაძემ ჩაიწერა ჩვენი სიმღერები, შემდეგ გაასუფთავა და ესეთი სახით მოგვცა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნეკერს, ეს არის გამომცემლობა, რომელმაც ეს წიგნი გამოსცა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სამოსის დიზაინერს, რომელიც გახლავთ ეკატერინე გესლაიძე, რომელმაც ჩვენი მოსაცმელები შექმნა და რომელთა გამოსახულებაც არის აი ამ კრებულზე. ეს არის ჩვენი სამოსი, რომელსაც მართლა ყოველთვის ისეთი აღფრთოვანებით ხვდება ჩვენი მსმენელი, ქართველიც და უცხოელიც და მთელ იმ შემოქმედებით ჯგუფ ნანინას, ეთნომუსიკოლოგების ჯგუფს, ჩვენს ხელმძღვანელს თეა კასაბოს, რომელიც 20 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ანსამბლ ნანინას და ახლა
ნახევარწუთს გვერდში გვიდგას და ამ კრებულის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა და ყველა ჩვენს გულშემატკივარს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი და წარმატებებს უსურვებ ჩვენი სიმღერების შესწავლის საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ბევრი ანსამბლის რეპერტუარში ამ კრებულის წყალობით აჟღერდება ჩვენი სიმღერები. ქალბატონო მაკა, მოახლოებულ ფესტივალზეც ვისაუბროთ, რომელიც როგორც თქვი, საერთაშორისო გახდა, რამდენ წლიანი ისტორია აქვს და რა იყო ამ ფესტივალის თავდაპირველად დაფუძნების მთავარი მიზეზი? ფესტივალი ნამდვილად ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ ნანინას მონაპოვარია. ფესტივალს წინ უძღოდა ძალიან დიდი ხნის ფიქრი, მუშაობა. კერძოდ ფესტივალის საფუძველი გახდა ის ეთნოგრაფიული ჩანახატები, ეთნოგრაფიული სურათები, რომლებიც ჩვენმა ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ ნანინას ერთ-ერთმა წევრმა მაია გელაშვილმა შექმნა. მაია არის ეთნომუსიკოლოგი, რასაკვირველია და მაიას გაუჩნდა იდეა სხვათა შორის ანსამბლ ნანინას შექმნიდან რამდენიმე წელიწადში. მას გაუჩნდა იდეა, რომ ქალთა ყოფა, რომელიც ესეთი ჭრდილში იყო მოკლედ და ფაქტობრივად დავიწყებას იყო მიცემული, გაეცოცხლებინა ეთნოგრაფიული სურათების სახით და მან დაიწყო წერა აი ამ ეთნოგრაფიული სურათების. პირველს ერქვა გოგო დაბადებულა და დაკავშირებული იყო ბავშვის დაბადებასთან და ამასთან დაკავშირებულ ტრადიციებთან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ძირითადი აქცენტი რასაკვირველია ქალზე იყო გადატანილი და სხვათა შორის აქ იყო ძალიან ისეთი მომენტი, გოგო რო იბადებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხდებოდნენ. ზოგან სიჩუმით ხდებოდნენ, ბიჭს და თოფს გაისროდნენ და გოგოს სიჩუმით ხდებოდნენ. ზოგან ამბობდნენ არაუშავს მეორე ბიჭი იქნება და ასე შემდეგ. მოკლედ, იუმორით შეზავებული ეთნოგრაფიული სურათი შექმნა. მეორე იყო აქ ბატონები მობრძანდნენ. ეს იყო ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული სურათი და საქართველოს ყველა კუთხეში აი ამ ტრადიციასთან დაკავშირებული ტრადიციები. შემდეგ იყო ლაზარ მოდგა კარებსაო. ეს იყო ამინდის მართვის რიტუალებთან დაკავშირებული სურათი და ტრადიციებთან დაკავშირებული სურათი, რომელშიც ქალები და ბავშვები მონაწილეობდნენ. ანუ ქალის ჩართულობით ყოფის რომელი რეალიაც არსებობდა ძველ საქართველოში, ყველა აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ეთნოგრაფიული სურათები დაწერა მაიკომ. შემდეგ იყო ჩამაცმენ წითელ კაბასა, საყდარში წამიყვანენო უკვე საქორწილო და ხერტალმა ხელი დამგალა იყო შრომის და ასე შემდეგ. მოკლედ შექმნა 7 სურათი და ჩვენ გადავწყვეტეთ ამ სურათების გასცენურება და გაცოცხლება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ არც ერთი არ ვიყავით მსახიობი, ეს კი აი ამ სურათების გაცოცხლება გარკვეულ სამსახიობო უნარებსაც მოითხოვდა და რაღაცნაირად ჩვენი ეთნომუსიკოლოგიური პროფესია აი ამ ვერ შევათავსეთ ამ მსახიობობასთან. მოკლედ და რაღაცა მომენტში გვერდზე გადავდეთ. რამდენიმე წლის მერე ისევ აქტუალური გახდა ეს თემა და ისევ გადავწყვიტეთ, მაგრამ თან ამასობაში შვილებს ვაჩენდით, მრავლდებოდით, ოჯახები უფრო მეტს ითხოვდა ჩვენგან და მოკლედ საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ეთნომუსიკოლოგთა ჯგუფად ჩამოვყალიბდით, ისევ გააქტიურდა ეს იდეა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ფესტივალი ჩამოვაყალიბოთ და თითო ფესტივალი თითო აი ამ ჟანრს მიუძღვნათ, ქალთა ტრადიციული მუსიკის თითო ჟანრს მიუძღვნათ, მაგრამ ეს არ იყოს მხოლოდ თქვათ მხოლოდ საკონცერტო ნაწილი, ან მხოლოდ რაღაცა ვიდეორგოლების ნაწილი, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული აი ამ ტრადიციების შესახებ იქნება საუბარი, არამედ რა კი ჩვენ ვართ ეთნომუსიკოლოგები და ვართ მეცნიერები, სამეცნიერო კონფერენციაც დავურთოთ და საბოლოოდ ფესტივალი გამოვიდა 3 სეგმენტიანი, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, ვიდეორგოლების პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და საკონცერტო ნაწილს, სადაც ვეპატიჟებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონულ ანსამბლებს და თბილისურ ანსამბლებს, ასევე რომლებიც
იმ კონკრეტული თემატიკის სიმღერებს ასრულებენ. პირველი ფესტივალი იყო ნანა, აკუნის ნანა, ტრადიციები, წესჩვეულება, მუსიკა, მეორე იყო ბატონები, ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული, მესამე იყო შრომის და წელს გვაქვს გლოვის თემა. აქვე უნდა ვთქვა, რომ აი ეს დამთრგუნველად ჟღერს, რომ გითხრათ. ბატონო, ხო, ცოტა დამთრგუნველად ჟღერს გლოვის თემა, ხო? იცით რა, გლოვა ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი რომელიც სამგლოვიარო სიმღერები, ერთადერთი არის ეს სამგლოვიარო სიმღერები, რომლებმაც დღემდე შეინარჩუნა ყოფაში ადგილი. ანუ დანარჩენი ჟანრის სიმღერები ფაქტობრივად მოწყდა ყოფას. ნუ ეს იქნებოდა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, ეს იქნებოდა ურბანიზაცია თუ ძალიან ბევრი მიზეზის გამო. მოგეხსენებათ, რომ სადღაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა აი ეს სიმღერები ყოფას მოწყდა და გლოვამ შეინარჩუნა თავისი ადგილი ყოფაში და დღემდე აი სვანეთში რო ჩახვიდეთ, ან აქ ჩამოსახლებული სვანების, ან პანაშვიდზე, ან დაკრძალვაზე რომ მიხვიდეთ, თქვენ აუცილებლად ისმენთ იქ ტრადიციულ სვანურ ტირილს, ტრადიციულ სვანურ ზარს და ბევრ კუთხეში არის სხვათა შორის ასე და გლოვის თემა, ამიტომ განსაკუთრებით ქალთა რეპერტუარში გლოვის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ლომის წილი არის ფაქტობრივად იმდენი ტირილი გვაქვს შემორჩენილი საარქივო ჩანაწერებში. ყველა ქალს ისევე როგორც ნანა არის, იმდენი რამდენიც დედა არის, ტირილიც არის იმდენი რამდენიც მოტირალია. ყველა მოტირალი იმპროვიზაციულ ცვლილებებს აკეთებს თავის შესრულებაში, ტექსტის იმპროვიზაციები, მუსიკალური იმპროვიზაციები, არსებობს ტირილის უამრავი ნაირსახეობა, ქვითინით ტირილი, მოთქმით ტირილი, ძახილით ტირილი, დათვლით ტირილი, ბანით ტირილი და ასე შემდეგ, ასე რომ უამრავი ისა აქვს, განშტოება აქვს, ასე ვთქვათ, გლოვას და ყველა ტირილს თავისი ფუნქცია აქვს. ზოგი იქ სანათესაოს ჩამოთვლის ტირილის დროს, ზოგი მიცვალებული ღირსებებზე საუბრობს და ასე შემდეგ. არის სოლო ტირილები, არის კიდევ აი მოქვითინეებთან ერთად ბანით ტირილები და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გეთანხმებით, რომ ძალიან მძიმე თემაა და ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გავშლიდით ამ თემას და როგორ წარმოუდგენდით მსმენელს, იმიტომ რომ სხვა არის, როცა ყოფაში ისმენ ამას იმ კონტექსტში, რომლისთვისაც ეს არის შექმნილი და სხვა არის, როდესაც უნდა მოიწვიო შენ მაყურებელი, მსმენელი და დადგე და იტირო, ხო? ამიტომ ჩვენ რაღაცა ეს კონცერტს, რაღაც გარკვეული კონცეფცია მივეცით და ისეთი მისაღები ფორმა მივეცით ამ კონცერტი არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი წარმოდგენა, კონცერტს ვერც დაარქმევ, იმიტომ რომ გლოვასთან დაკავშირებით ცოტა უხერხულია, ამიტომ ეს იქნება გარკვეული წარმოდგენა, სადაც გარკვეულ სცენარს და გარკვეულ ეს კონცეფციით შეკრულ ამას დაექვემდებარება ეს წარმოდგენა. ანუ ყველაფერი, რაც ქალებთან სხვადასხვა პერიოდში იყო დაკავშირებული, აი ამ ფესტივალს გაყვება შემდეგ წლებში. რასაკვირველია, ჩვენ უნდა ამოვწუროთ ყველა ჟანრი, ქალთა რეპერტუარის ყველა ჟანრი გვინდა გამოვამზეუროთ. აი მომავალ წელს მაგალითად გვექნება საკულტო რიტუალური და საწესო რიტუალური სიმღერების ფესტივალი და კიდევ ერთი რაც მინდა ვთქვა, 3 წლის მანძილზე ფესტივალი იყო ლოკალური და მხოლოდ საქართველოში, თბილისში და რეგიონებში მოქმედი ანსამბლები მონაწილეობდნენ მასში. წელს კი გადავწყვიტეთ, რომ უკვე გავაკეთოთ საერთაშორისო და ჩვენ მოვიწვიეთ ძალიან ბევრი ქვეყნის, სხვათა შორის ძალიან ესეთი გამოხმაურება გქონდა ბევრი ქვეყნიდან, ვისაც კი შევთავაზეთ, იმიტომ რომ ქალთა გლოვა, როგორც ჩანს, ყველა ფოლკლორში ძალიან აქტუალურია და დღემდე ცოცხლობს. კერძოდ წარმომადგენლები გვეწვევიან? აი გეტყვით ახლა რომელი ქვეყნის წარმომადგენლები, ეს იქნება შოტლანდია, ფინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია, არავინ გამომრჩეს, აზერბაიჯანი, ასე რომ შესაძლებელია რომ ყველა ვერ ჩამოვიდეს, მაგრამ ყველა ფინეთი ვთქვი ხო, მაგრამ ჩვენ გვექნება ონლაინ ჩარტვის შესაძლებლობაც, ამიტომ საკონცერტო ნომრებს ან ვიდეოს სახით გამოგვიგზავნიან, ან პირდაპირ ონლაინ ჩავთავთ და შეასრულებენ, იმიტომ რომ იქაც ძალიან აი რა მასალასაც ახლა გვიგზავნიან, ხედავთ რომ ძალიან საინტერესო ნიმუშები არის ტირილების
შემორჩენილი. ფესტივალთან დაკავშირებით თუ შეიძლება მადლობებს ვიტყვი, ჩვენი ფესტივალი ტრადიციულად 3 წლის მანძილზე ფინანსდებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. წელს კი მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ჩვენი დამფინანსებელი არის საქართველოს კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო, რომლებსაც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო, იმიტომ რომ ფესტივალი როცა საერთაშორისო მოგეხსენებათ იქ უკვე სხვა ხარჯებზე არის საუბარი, ბევრად უფრო ისეთი საპასუხისმგებლოა და ამიტომ ხარდამჭერები ნამდვილად გჭირდება და აქვე ვიტყვი რომ ფოლკლორის ცენტრი ტრადიციულად ჩვენი მასპინძელი იქნება და ჩვენი პარტნიორი იქნება ასევე ფონდი ქართული გალობა, რომელიც ტრადიციულად გვიჭერს მხარს ყოველთვის და მეღვინეობა შილდა, რომელიც ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის საჩუქრებით გვამარაგებს. ვიდრე დღეისათვის დაგემშვიდობებით, მოკლედ რომ მითხრათ, რა გეგმები აქვს ნანინას შემდეგ წლებში და ქუთაისში თუ გეგმავთ ახლო მომავალში კონცერტს? ჩვენ ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენით კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს მხრიდან ამ წლების მანძილზე და წელს განსაკუთრებით ფაქტობრივად მეოთხე პროექტს გვიფინანსებს და არც ერთხელ უარი არ უთქვამს. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კონცერტების ჩატარების, სხვათა შორის ადგილობრივ რეგიონულ ანსამბლებთან ერთობლივი კონცერტების, ასევე სალოდპარო სკოლებთან მასტერკლასების და კონცერტების ჩატარების და ჩვენ გვინდა რომ ეს გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ჯერ სრულად ყველა რეგიონი არ მოგვიცავს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის იქნება იმერეთიც და მათ შორის რასაკვირველია იქნება ქუთაისიც. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და საშუალებისთვის, რომ ამდენი მესაუბრა ჩემს საყვარელ საქმეზე. მედია ისე უგვეწვევით, ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა დღეისათვის. კარგ დღეს გისურვებთ, ძალიან ბევრი წარმატება ნანინას. დაგემშვიდობებით ნახვამდის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემაში უადღე ქუთაისში დღეისათვის ამით დასრულებულია. ბედნიერ დღეს გისურვებთ და გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.